გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან ქართველი კანდიდატი რატომ მოხსნა ოცნების ხელისუფლებამ, ვინმე თუ გაიგეთ და თუ შეგიძლიათ ამიხსნათ. მით უმეტეს, რომ ზურაბ პოლულიკაშვილი 2017 წლიდან იკავებდა მაგ თანამდებობას და არც რამე პოლიტიკური განცხადება ან მთავრობის საწინააღმდეგო მე პირადად მაგისგან არაფერი გამიგია, თან მით უმეტეს მის ნაცვლად სხვა ქართველის კანდიდატურა რო წარედგინათ, ეს ეგრეთ წოდებული თავის კაცის, ხო? კიდე გაიგებდა ადამიანი რაღაც პოლიტიკური ახსნა მაინც ექნებოდა, მაგრამ ქართული კანდიდატურა საერთოდ მოხსნეს და არაბებს უჭერენ ამის მაგივრად მხარს, ანუ გაერთიანებულ სამეეროებს და ამაში რამე ქართულს, რამე პატრიოტულს, ან რამე სახელმწიფოებრივს ხედავთ, ანუ სიამაყის გარდა სხვა რა უნდა გამოძრავებდეს ადამიანს, როცა შენი ქვეყნის მოქალაქე იკავებს ასეთ მაღალი დონის მსოფლიო დონის თანამდებობას. არ მესმის მართლა და თქვენ თუ გესმით და რამე ახსნა გაქვთ, გთხოვთ მეც გამიზიარეთ, იმიტომ რომ ამაში მე ვერაფერ ქართულს ვერ ვხედავ.